საერთო სატკივარი, საერთო საზრუნავი, საერთო გადასაწყვეტი, საერთო საზოგადოებრივი აზრი, სოციუმის ყველაზე პრობლემური თემები, დღევანდელობის ყველაზე აქტუალური საკითხები, სოცდისკუსია, თამარ თარგამაძესთან ერთად, რადიო იმედზე. მოგესალმებით, დღეს სამშაბათია და ტრადიციულად ეთერშია გადაცემა სოცდისკუსია. დღევანდელი ჩვენი თემა კი სოციალური პროგრამებია. სოცდისკუსია, თამარ თარგამაძესთან ერთად. რა სიახლეებია სოციალური დაცვის სააგენტოში, როგორ მიმდინარეობს საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, ამ და სხვა შეკითხვებს დღეს ჩვენი სტუმარი უპასუხებს. ჩვენი გადაცემის სტუმარია სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონი ნოე ქინქლაძე. დიდი მადლობა ბატონო ნოე პირველ რიგში გადაცემაში რომ მონაწილეობთ. სანამ დავიწყებდეთ საუბარს, მსმენელებს ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომრები შევახსენებ 292 11 99 292 11 88. ან მოგწერეთ სოციალურ ქსელში. ჩვენი მისამართია რადიო იმედი სოცდისკუსია. საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სოციალური მომსახურების სააგენტომ და გაეროს ბავშვთა ფონდმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის დახვეწისა და სოციალური დაცვის სისტემის მეტად ბავშვი ორიენტაციის შესახებ. უფრო დეტალურად რომ გითხრათ, ეს მემორანდუმი რას ითვალისწინებს? მოგესალმები კიდევ ერთხელ ჩვენს მსმენელებს. ეს მემორანდუმი არის ჩვენი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ჩვენს მსმენელებს პირადად აქვს შეკითხვები ეგრეთ წოდებულ ფორმულაზე, აი რა ფორმულით ითვლით, როგორი ითვლით, ვისი გაკეთებულია ეს ფორმულა, ვინ მოიფიქრა, რომ ასეთი ფორმულა იყოს. აი ჩვენი ამოცანა არის ისეთი ფორმულის შექმნა გაეროსთან ერთად და გაეროს ბავშვთა იუნისეფთან ერთად, რომ მან მაქსიმალურად ასახოს საქართველოში დღეს არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და იყოს ორიენტირებული მომავალზე. ზუსტად რადგანაც ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი ფორმულა იყოს მომავალზე ორიენტირებული, მომავალი არის ჩვენი ბავშვები. ამიტომ ისეთი მექანიზმი გვინდა შექმნათ, ისეთი ინდიკატორები, რომლებიც საშუალებას მოგცემს, რომ ბავშვიან ოჯახებს მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება და ჩვენს მომავალს მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება. რა თქმა უნდა, სოციალური დაცვა ყველას უნდა კონდეს, ვისაც ეკუთვნის, მაგრამ ჩვენი აზრით ყველაზე უფრო ეს ეკუთვნის ჩვენს მომავალს და ბავშვებს. ამიტომ ბავშვიანი ოჯახებზე იქნება განსაკუთრებული აქცენტები აღებული. თქვენ გახსოვთ რაღაც პრობლემები, რომელიც ამ წლის დასაწყისში მოხდა, ბავშვის გარდაცვალება იყო, სხვადასხვა პრობლემები იყო. ამიტომ გაერომ იუნისეფმაც ჩათვალეს და ჩვენს ამას ვეთანხმებით, რომ ეს ჩვენი სოციალური დაცვა ორიენტირებული და იყოს საქართველოს მომავალზე. აი ამას ითვალისწინებს ეს მემორანდუმი. ეხლა მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები, მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები ამ მუშაობაში. რაღაც იმ კვირაში ჩვენ უკვე ფორმულის მონახაზი გვექნება, რომელსაც მოგვაწვდიან უცხოელი ექსპერტები. შემდეგ მოხდება სოციოლოგიური კვლევების ჩატარება მთელ საქართველოში და ვიმოდევნებთ, რომ ასეცაა გაწერილო, რაღაც წლის ბოლოს მომავალის დასაწყისში ჩვენ უნდა გქონდეს რეკომენდაციები შემუშავებული მთავრობისათვის, რომ მთავრობა ახალი ინდიკატორების გათვალისწინებით და ახალი რეალობის გათვალისწინებით იყოს გადაწყვეტილება აი სოციალური დაცვის ეგრეთ წოდებული ფორმულის შესახებ. მემორანდუმში ესეთ რაღაც არის მითითებული, სოციაგენტის სუბიექტური ფაქტორი მაქსიმალურად გამოირიცხება. რას გულისხმობთ ამ შემთხვევაში? ჩვენ გულისხმობთ შემდეგს, რომ დღეს შეფასების დროს, როდესაც ოჯახს აფასებს სოციაგენტი, გაითვალისწინება სოციაგენტის მოსაზრებაც ოჯახის შესახებ. ეს ერთი მხრივ კარგიც არის, იმიტომ რომ თქვათ თუ ობიექტურია სოციალური აგენტი, მან უფრო უნდა დაახასიათოს, რომ ოჯახის საჭიროებები და რამდენად გაჭირვებულია ოჯახი. იქ არის სუბიექტური შეფასებებში არის სოციაგენტი საწყოთ ოჯახი თქვათ სუბიექტურად ღატაკია, საშუალო შეძლებისა, ღარიბია და ასე შემდეგ. ჩვენი მიზანი არის, რომ აი პიროვნული მაინც ფაქტორი ამოირიცხოს. უკმაყოფილებაცაა მოსახლეობის მხრიდან ითვალისწინეთ, მოსახლეობა ამბობს, რომ აი
სოციალურმა აგენტმა არ შემიფასა ნორმალურად. აი ეს სუბიექტური ფაქტორები გვინდა მაქსიმალურად ამოიღო და ობიექტურ ფაქტორებზე იყო ჩვენი ფორმულა დამოკიდებული და მიღება, მაგალითად, ობიექტურ ფაქტორებში ვითვალისწინებთ ოჯახის შემოსავალი. ჩვენ ადრე არ ქონდა სოციალური მომსახურების სააგენტოს წვდომა საქართველოში მოქალაქეების შემოსავლებს. დღეს ჩვენ ყოველთვიურ რეჟიმში ღებულობთ შემოსავლების სამსახური და ხაზიდან ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა შემოსავლები აქვს ჩვენს მოქალაქეებს და ფაქტიურად ამას ვაქცევთ მთავარ ყურადღებას, რომ სოციალური დახმარება მიიღოს იმან, ვისაც შემოსავლები არ აქვს. ეს ალბათ სწორიც. რა თქმა უნდა, სუბიექტური ფაქტორის გამორიცხვა მოხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვექნება ბაზა საჯარო რეესტრიდან ქონების შესახებ, ჩვენ გვაქვს ბაზა შინაგან საქმეთა სამინისტრო და ავტომობილების ფლობის შესახებ. აი მაქსიმალურად ვცდილობთ რაც იმ ობიექტური კრიტერიუმებით შევაფასოთ ოჯახები, რომელიც ხელმისაწვდომია დღეს და ამან ეს თავისთავად ნაკლებ უკმაყოფილებას გამოიწვევს მოქალაქეებს. ფორმულას ზოგადად ამ ფორმულას, რომელსაც დღეს ჩვენ ვიყენებთ, აქვს ცდომილება. ეს აღიარებული ცდომილებაა და საკმაოდ დიდია, 15-20%-ია ცდომილება. ჩვენ გვინდა რომ ეს ცდომილება რაც შეიძლება მინიმალური იყოს. ეხლა ჩვენ ვერ მოვახერხებთ იმას სტატისტიკური ეს იმხელა მასივე და სტატისტიკაში არ შეიძლება რომ აბსოლუტური სიზუსტე იყოს, მაგრამ აი ამ 15-20%-იანი ცდომილებას თუ ჩვენ შევამცირებთ რამოდენიმე პროცენტად მაინც უკვე რომ მნიშვნელოვან შედეგს მივიღებთ. დიახ, თქვენ ახსენეთ საჯარო რეესტრის მონაცემები და წინა გადაცემაში დარეკა ერთ-ერთმა მსმენელმა, რომელმაც განმარტა, რომ იგი ცხოვრობს რუსთავში, არის მარტოხელა ქალბატონი, თუმცა მისი მეუღლის, როდესაც ცოცხალი იყო, მისი მეუღლის სახელზე იყო გაფორმებული მიწისნაკვეთი რეგიონში. შემდეგ გადმოვიდა, რა თქმა უნდა, ავტომატურად ამ ქალბატონის სახელზე და სოცაგენტმა ჩათვალა, რომ ეს არის ფუფუნება და მას არ შეიძლება მიენიჭოს თქვა სოციალური დაუცველი სტატუსი. ახალი მემორანდუმის მიხედვით შეიძლება თუ არა გადაიხედოს და ვთქვათ მსგავსი რამ აღარ ჩაითვალოს ფუფუნებად და ეხლა მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით. აქ არის კონკრეტულად მიწისნაკვეთის როცა ეხება. რა თქმა უნდა, ეს მიწისნაკვეთი ამ ოჯახის ქონება არის. და ქონება რო არ გაითვალისწინოს შეფასებაში შეუძლებელია. იმიტომ რომ გვყავს ჩვენ ადამიანები, რომელსაც არაფერი არ აქვს და გვყავს ადამიანები, რომელსაც გარკვეული ქონება აქვს. როდესაც ვთქვათ ეს პროგრამა არჩევს ვის მისცეს დახმარება, ცხადია განსაზღვროს რომ უნდა მისცეს იმას, ვისაც არაფერი არ აქვს. თუ მიწისნაკვეთი სასოფლო სამეურნეოა და ამ მიწისნაკვეთს ის მოქალაქე ვერ ამუშავებს და ამას დადასტურებს, მაშინ ეს მიწისნაკვეთი არ უნდა შევიდეს. ანგარიშებაში დღევანდელი მეთოდოლოგიაც ასეთია. იმ შემთხვევაში თუ მიწისნაკვეთი მუშავდება და ეს მუშავდება აი მთავრობის ვაუჩერების მეშვეობით, რომელიც მთავრობამ გასცა სასოფლო სამეურნეო დასამუშავებლად, ამ შემთხვევაში არ გაითვალისწინება მიწისნაკვეთი. აქ ალბათ კომუნიკაციის საკითხი და ახსნაც უნდა შეიძლება აი ზუსტად სოციაგენტის რაც უნდა შეეფასებია კარგად რეალური სიტუაცია. მაგრამ თუ არ მუშავდება მიწისნაკვეთი, ის არ გაითვალისწინება ოჯახის შეფასების დროს. ამ მოქალაქეს შეუძლია ჩვენ მოგმართოს დასვას ეს საკითხი და გადაიხედება თავისთავად მისი ქულა. დიახ, 57,000 ქულაზე ნაკლები უნდა კონდეს დღეის მდგომარეობით. დიახ, და ერთსულიან ოჯახზე რო განმარტოთ დღეის მდგომარეობით, რამდენი ლარი დახმარება ერიცხება ერთსულიანზე ან მეტსულიანზე? დღეს დღევანდელი მდგომარეობით ერიცხება ერთსულიან ოჯახზე 60 ლარი, ორ და მეტსულიან ოჯახზე ერიცხება ოჯახის ერთ წევრზე 60 ლარი, ოჯახის მომდევნო წევრზე 48 ლარი. ეს ცვლილება განხორციელდა მინარეთის 1 ივლისიდან, გაორმაგდა სოციალური დახმარებები. თანაფარდობა ასეთი. დიახ, ახლა ჩვენს ეთერში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით ჩვენ სოციალურ პროგრამებზე გავაგრძელებთ საუბარს. სოცდისკუსია თამარ თარგამაძესთან ერთად. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ჩვენი გადაცემის სტუმარია სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონი ნოე ქინქაძე. ბატონი ნოე, გავაგრძელოთ საუბარი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას სოციალური მომსახურების სააგენტო ხელახლა სწავლობს.
რამდენმა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია ქარელის სოციალური მომსახურების რაიონულ განყოფილებაში და თუ დაენიშნათ უკვე დახმარება მათ? მოგახსენებთ ამას თაობაზე ჩვენ შევქმნით ქარელის საინდუსტრიო სოფელ დვანში ჩვენი ფილიალი, ასე შეიძლება ითქვას, სადაც ჩვენი წარმომადგენლები ისიან და ებულობენ განაცხადებს მოქალაქეებისაგან. გარკვეული პროცედურებია საჭირო. ამასთან დაკავშირებით დღეისათვის მე შემიძლია გითხრათ, რომ დვანში ცხოვრობს დაახლოებით 300 ოჯახი, 75%-ზე მეც აქვს სოციალური დახმარება. 45 ოჯახი არის დღეს, რომელიც შესავლის პროცესშია. შესავლა მდგომარეობს მხოლოდ ერთ ფაქტორს. ჩვენ ვსწავლობთ ამ მოქალაქეებმა რა დაკარგეს ამ საოკუპაციო ხაზის გადმოცემის დროს. ველოდებით გუშინაც უნდა შეხვედრა, გუშინ ვიყავი დვანში, მქონდა შეხვედრა სოფლის გამგებელთან. ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და სხვა შესაბამის უწყებებთან იმისათვის, რომ დავადგინოთ, რომელმა მოქალაქემ დაკარგა მიწის ფართობი ან სახნავსათესი, სახლი და ასე შემდეგ. ყველას ვინც განიცადა ზიანი ამ მარტოკლართების გადმოცემის გამო, ეგრეთ წოდებული საზღვრის გადმოცემის გამო, ყველას მიეცემა სოციალური დახმარება, ჩვენ შევისწავლით, გავივლით კიდევ ამ ინფორმაციას. ჩვენი ამოცანა არ იყო კიდევ ამას გადრო, რომ დაგვედგინა ვინ ცხოვრობდა რეალურად სოფელ დვანში. იმიტომ რომ ადრებულობდა ხალხი დახმარებას სოფელ დვანში, რომლებიც ცხოვრობდნენ. მე მაქვს 24 ოჯახზე ინფორმაცია, დადასტურებული მეზობლების ნათესების, როგორც უნებულის მეტყვი, ისინი სოფელ დვანში არ ცხოვრობენ. ხადია ჩვენი მიზანია, რომ მიზნობრივი იყოს ეს დახმარება, მიიღოს იმან, ვინც ცხოვრობს. ეხლა მიდის ეს პროცესი და ეს პროცესი განხორციელდება არა მარტო სოფელ დვანში, აი თუნდაც ჩართული ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, არის კიდევ სხვა სოფლები, სადაც ხდება ანალოგიური ქმედება ოკუპანტების მიერ. ყველა ადგილი შეისწავლება და ვინც დაზარალდა, შესაბამისად ყველა საკითხი განიხილება. ზარია ჩვენ სტუდიაში, მოგესალმებით, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მე მაინტერესებს ერთი შეკითხვა. ომის ვეტერანებზე თუ არის რამე დამატებითი შეღავათები? დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ჩვენს საინტერესებს ომის ვეტერანებზე თუ არის დამატებითი შეღავათები რაიმე? ომის ვეტერანებისათვის ამ ეტაპზე ფულად კომპენსაციები რაც დადგენილია და ამის გარდა მომავალში ვერ გეტყვით რა იქნება. წელს რაც გააკეთა მთავრობა ომის ვეტერანებისათვის ეს იყო ის, რომ ომის ვეტერანები საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში არიან ჩართული ყველაზე შეღავათიანი პაკეტით. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უფასო აქვთ ჯანდაცვის მომსახურება. ეს გაკეთდა ეს დამატებითი შეღავათი, რაც ომის ვეტერანებს აქვთ. და კიდევ ერთი ზარია ჩვენ სტუდიაში, მოგესალმებით, გისმენთ. გამარჯობათ. ძალიან გთხოვთ, მე წამყვანსაც უთხარი ყველაფერი. მომისმინოთ ძალიან გთხოვთ. მე ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი, უსინათლო, დაავადებული, გადაადგილება არ შემიძლია. 83 წლის ქალი. მაქვს ჩემი პენსია, ჩემი შრომის პენსია. მქონდა მე აქამდის კი არა. ხო რა, 22 ლარი დანამატია შევარდნაძის დროინდელი დახმარება. ახლა 150 ლარი გახდა პენსიაო და მომიხსნეს ის 22 ლარი. რატომ? ის ხომ პენსია არ იყო. მე რა ჯანმრთელი თვალები გავახილე, დავდივარ, თუ რა შევცქერი ერთი, ორი შვილი მყავს, მაგრამ ბიჭი ცალკეა ერთ სახლში კი ცხოვრობთ. გოგო მუშაობს, ოჯახის გარეშე და ჩემს გარეშე 16 წელია უსინათლო ვარ. და იმისი ხელფასი თუ ჭამო იმ 300 ლარი გოგო ვერ გავიგე მე. რატომ ეს ხო პენსიას არ ეკუთვნოდა, ეგ დახმარება. მაშინ ამიყვანო სოციალურად დაუცველთა იმაში. მე აი კიდე რა ვთქვა, მე აღარ შემიძლია. აი თქვენ რას მირჩევდა, როგორ გავაკეთო? ან თუ მეკუთვნის, ან მართლა არაფერი არ მეკუთვნის. დიდი მადლობა ქალბატონო შეკითხვისთვის, ბატონო ნოე, თუ შეიძლება რომ გამომართოთ ამ ქალბატონს. ქალბატონო,
თუ თქვენ უშინათლო ხართ და ჯგუფით ხართ უშინათლო ეს 22 ლარიანი დახმარება თქვენ უნდა გქონოდა და არ უნდა მოხდოდათ ეს დასაზუსტებელია თქვენ რომ მეუბნებით ვარ უსინათლო თუ შესაბამისი ჯგუფი გაქვთ ამის დამადასტურებელი საბუთი გაქვთ თქვენ ეს 22 ლარიანი დახმარება უნდა გქონდეთ და არ უნდა მოხდოდათ თუ ასეთი მდგომარეობა არის შეგიძლიათ მომართოთ ჩემს სახელზე დაწეროთ განცხადება თუ ვინმეს დახმარება თქვენ მესმის თქვენ მდგომარეობა თქვენი ახლობელი მოვიდეთ ჩემთან პირადად ამ ხუთშაბათს დღეს მე მაქვს მიღების საათები თუ თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი შვილი ან ვინმე ახლობელი მოვიდეს შევისწავლით ამ ინფორმაციას და თუ თქვენ ჯგუფით ხართ სამედიცინო პროცედურები დადგენილება თქვენ უსინათლო დაზანდებით შესაბამისად ეს 22 ლარიანი დახმარება თქვენ არ უნდა მოხსნოდათ რაც შეეხება სოციალური დახმარების თაობაზე ამაზე შეგიძლიათ დაწეროთ განცხადება მოგმართოთ და განვიხილავთ თქვენი ოჯახის მდგომარეობას თუ თქვენ გეკუთვნით სოციალური დახმარება თქვენი ოჯახის საერთო მდგომარეობის მიხედვით თქვენ ამბობთ მე ჩემს გარდა ოჯახში კიდევ არის ჩემი შვილი ნუსხები ახლა შევისწავლით შეიძლება თქვენ ოჯახს რიანად ეკუთვნოდეს სოციალური დახმარება ამიტომ ხუთშაბათს ამ კვირაში 2 საათიდან თქვენ ან თქვენი წარმომადგენელი მოვიდეთ ჩემთან და მიგიღებთ და გავარკვევთ ყველაფერს. და კიდევ ერთი ზარია სტუდიაში მოგესალმებით გისმენთ შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა. ალო მოგესალმებით. გამარჯობა. მე გაწუხებთ რუსთავიდან. მე მაქვს მონიჭებული 55,000 ქულა. მე დახმარება უნდა მიმეღოს სექტემბერში. საერთოდ მე ცხოვრებაც ბევრი მქონდა, ქონებაც ბევრი მქონდა და დავკარგე მე ყველაფერი, აღარც სახლი მაქვს, აღარც კარი მაქვს, აღარაფერი. ვარ ახლობლის ნაცნობის ბინაში შესული, ერთი პატარა ოთახი დამითმეს და იქ მოვიდა აგენტი, შემამოწმა და მომანიჭეს ეს ქულები. მერე იქიდან დაიწყო ეს უკვე სექტემბერში რომ ვერ ავიღებ ეს დახმარება არ მომცეს, მივედი ისევ იქა, შენო არ ცხოვრობო იქო. ამ ხნის 70 წლის ქალი ვარ, ცხოვრებაში არც დახმარება დამჭირვებია, რომ ჩემი ოჯახი ყველა სინახავდა თელსანათესაოს, ისეთი მეუღლე მყავდა. მეუღლეც დამეღუპა. დავრჩი ეგრე გაუბედურებული, ყველანაირად. მცხვენიან ამას რომ ვლაპარაკობ, მაგრამ მეტი გზა არა მაქვს. და მე ეხლა მეუბნება რომ შენო იქ არ ცხოვრობო, რამე მირეკავს ტელეფონზე ვპასუხობ. და შენო მოვედი და არ იყავი სახშიო, მთელი დღე სახში ეშმაკივით როგორ გავჩერდები იქ. და ამისანა მიზეზი. მერე მომიდეს მიზეზად კიდე რომ შენ თურმე ხარაგაულში მიწა გქონიაო. 20 წლის განმავლობაში ხარაგაულისკენ მე პირი არ მიქნია. ჩემ მეუღლეს უყვარდა სიგიჟემდენ ხარაგაული და როცა უნდოდა იქ სახლის აშენება და რაღაცა ჩემ მაზლსა და იმას რომ პატარა ლაპარაკი მოუვიდათ და იმან მაზლმა ახალი სახლი დაიწყო იქ მეუღლეც წამოვიდა და მეც ისე მოკვდა ჩემი მეუღლე არ გაუხედავს იქით და მე იმის მერე იქით რა მინდა და ეს მიწები მოანიჭეს როცა იმათ ჩამორთმევა დაუწყეს ცარიელი მიწა მოანიჭეს მithom ჩემ მეუღლეს მაგრამ არც მიწის ვიცი არაფერი არც როგორ მოვიქცე რომ დაუმტკიცო რომ მე 20 წელია იქით არ ჩავსულა და 1 კილო მჭადის ფქვილი რა არის ჩემ მიწაზე თუ რაღაცა მოდის მე არ ვიცი. დიდი მადლობა. თბილისში გაქვსო შენ ბინაო. ჩემ მშობლებს ჰქონდათ ერთი ოთახი, როცა იქ დარჩა ჩემი შვილი, რძალი, შვილი თავისი ცოლშვილით. ცხოვრობენ თანაც ისინიც რომ გაჭირვებაში იყვნენ, ბინაც დაგირავებულია და მითხრეს უარი. ვინ ავიყვანო, ადვოკატი ავიყვანო, როგორ გავაკეთო, რომ მე ჩემი სიმართლე დავუმტკიცო, 3 წლიანში ჩასვიო, უფროსი ეუბნება აგენტს და გამომიშვეს აი ესე მათხოვარივით და რა გავაკეთო არ ვიცი. დიდი მადლობა ქალბატონო შეკითხვისთვის, გარკვეულწილად ჩვენ ამ თემას შევეხეთ პირველ ბლოკში, თუმცა კიდევ ერთხელ ქალბატონს რომ განუმარტოთ ბატონო ნოე. ქალბატონო, თქვენ ამბობთ 55,000 ქულა გაქვთ, ესე იგი მიმღები უნდა იყოთ, მაგრამ შეიძლება შემდეგ კონტროლზე გადამოწვდა და თქვათ გამოჩნდა რომ თქვათ თქვენ სახელზე მიწის ნაკვეთის გარდა აღმოჩნდა რომ ბინაცი რიცხება. ეს მოკლევის პროცესია და თქვენს თუ გნებავთ მოგჯანდით ჩემთან ხუთშაბათს განვიხილოთ თქვენი კონკრეტული შემთხვევა თუ
უსამართლოდ მოგექცა ვინმე ისინი დაიჯებიან და ველოდებით მე შემიძლია გითხრათ რომ თქვენ სახელი გვარი არ ვიცი და პირადი მონაცემი რომ გადაზუსტება დავიწყო თუ ამ ინფორმაციას მაინც მომაჯდით შევისწავლით თუ თქვენ თვლით რომ კიდევ მეორე უსამართლო მოდის შეგიძლია საჩივარი დაწეროთ სააგენტოში ჩემ სახელზე და ამ საკითხს შევისწავლით რა თქმა უნდა ახლა თუ იქ არის ასეთი ის არის ეს ყველამ უნდა იცოდეს რომ როდესაც დეკლარაცია ივსება თქვენ უნდა ჩაწეროთ სიმართლე მესმის რომ თქვენ იმ ბინას რომელიც გაქვთ თვლით რომ თქვენი არა ეთყობა თქვენ სახელზე ირიცხება ეს ბინა და ეს მიუხედავად იმისა რომ დაგირავებულია თქვენ სახელზე ირიცხება ეს ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოთ აუცილებლად მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მე ადრე წინა ბლოკში გითხარით რომ ის არ უნდა შედიოდეს თუ არ მუშავდება უბრალოდ მიკვირს რომ თუ თქვენ არ ქონიათ შეხება 20 წელია მიწის ნაკვეთთან რეესტრი არის გამოჩენილი და ალბათ ამანც ეჭვი გამოიწია 20 წლის რეესტრი არ იყო და ეხლა თუ რეესტრი მიწის ნაკვეთი ჩანს ესე იგი ჩათვალა შეიძლება აგენტმა რომ თქვენ რაღაცა კავშირი გაქვთ ამ მიწის ნაკვეთთან აი ეს საკითხებია თუ შემხდებით ამას დეტალურად გავუვლით თუ არა და მე მსმენელს ვთხოვ რომ დარეკოს კიდევ ერთხელ სტუდიის ნომერზე და ჩვენი რედაქტორი ჩაიწერს მის მონაცემებს და ბატონოეს მე პირადად გადავცემ და შესაძლებელია რომ დაინტერესდეს სოციალური სააგენტო ამ საკითხით. რაც შეეხება საყოველთაო დაზღვევას ბატონო ჩვენ გადაცემა იწურება თუმცა მინდა ამ თემას შევეხო მიუხედავად იმისა რომ როგორც ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე სოციალური მართვის სააგენტომ გააპიარა ასე ვთქვათ ეს თემა ბევრმა მოქალაქემ არ იცის რა შედის საყოველთაო დაზღვევაში. რითი უნდა ისარგებლოს მან. კიდევ ერთხელ რომ განუმარტოთ მსმენელებს რა არის მათ მომსახურებაში. დიახ, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა საყოველთაო ჯანდაცვა მოქმედებს სრული ფრონტით ასე ვთქვათ 1 ივლისიდან გულისხმობს როგორც პირველად ჯანდაცვის ობიექტების მომსახურებას ასევე გეგმიური ოპერაციების დაფინანსებას აქ მთავარი მნიშვნელოვანი არის ის რომ პაციენტს აქვს არჩევანის თავისუფლება და შეუძლია იმ პოლიკლინიკაში მივიდეს სადაც მას უნდა შეჩეული იყო ჩვენი მოსახლეობა ეგრეთ წოდებული პოლისების დარიგებაზე აი ეს პროგრამა არ გულისხმობს პოლისების დარიგებას იმიტომ რომ გამოცხადებულია ყველა დაზღვეულია შესაბამისად ნუ რა თქმა უნდა ყველა დაზღვეულია ვაზუსტებ იმას რომ ვინც ამ პროგრამაში მონაწილეობს და არა ის ვინც სხვა სახელმწიფო პროგრამებით ან კერძო დაზღვევით არის დაზღვეული მაგალითად პენსიონერები სოციალურად დაუცველები გარკვეული კატეგორია მოსახლეობის მასწავლებლები პედაგოგები სტუდენტები სხვა დაზღვევა ეხებათ მათ აი საყოველთაო ჯანდაცვაში ვინც არის მოხვედრა დღეს ჩვენთან დარეგისტრირებული ასეთი 1,300,000 ბენეფიციარია საქართველოში დარეგისტრირებული პოლიკლინიკებში ყველგან არის გამოკრული ის ჩამონათვალი რაც ჩამონათვალის ფინანსირდება სახელმწიფოს 100%-დან 70%-ით ზოგიერთი კვლევები არ ფინანსირდება სახელმწიფოს მიერ სახელმწიფო რა თქმა უნდა განსაზღვრა ის რაც პრიორიტეტი იყო და პრიორიტეტი იყო იმისათვის რომ პრევენცია გაეკეთებია მომავალი გართულებების თავიდან აცილების მიზნით თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ აი პირველად ჯანდაცვის რომლებიც ნებისმიერ პოლიკლინიკაში და მოგემსახურებიან აღრიცხვაზე აგეყვანენ რაც შეეხება გეგმიურ ოპერაციებს და გადაუდებელ მომსახურებას ესე იგი თუ გეგმიური ოპერაციები ფინანსირდება სახელმწიფოს მიერ 70%-ით ხოლო თქვათ ის ონკოლოგიური მომსახურება რაც განსაკუთრებით ზიმეთვირთად ეწვა ჩვენს მოსახლეობას ეს ფინანსირდება 80%-ით ეს არის ძირითადად რაც შეიძლება ამ პროგრამის შესახებ ითქვას ახაც არჩევანის გარკვეული თავისუფლება არის თქვენ შემოგთავაზებთ ჩვენი მოსახურების ცენტრები კლინიკების ჩამონათვალს შემოგთავაზებთ ფასებს და თქვენ აკეთებთ არჩევანს სად გინდა წასვლა თქვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ისეთი კლინიკა სადაც ზუსტად 70%-ით დაგაფინანსებს სახელმწიფოს მაგრამ თქვენი არჩევანია თუ სხვა კლინიკა გინდათ უფრო ძვირიანი კლინიკა გინდათ შეიძლება მეტის გადახდაც მოგიწევს მაგრამ სახელმწიფო რაღაცით დაგიფინანსებთ მაინც დიახ, დიდი მადლობა. ასეთი იყო დღევანდელი სოცდისკუსია. დიდი მადლობა ბატონოე კიდევ ერთხელ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით.
საერთო სატკივარი, საერთო საზრუნავი, საერთო გადასაწყვეტი, საერთო საზოგადოებრივი აზრი, სოციუმის ყველაზე პრობლემური თემები, დღევანდელობის ყველაზე აქტუალური საკითხები, სოცდისკუსია თამარ თარგამაძესთან ერთად. რადიო იმედზე.